მინდა შევეხო ისტორიული ძეგლების მდგომარეობას აფხაზეთში. ბედიის მონასტერი, სადაც დაკრძალულია გაერთიანებული სამეფოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე, გახდა, რა ვიცი, მართლა განძის მაძიებლების მსხვერპლი გადათხრილია მთლიანად იქაურობა, ეძებდნენ ბაგრატ მესამის საფლავს, რომ გაეძარცვათ. რომ ნახოთ, ხო იქ ქართული ფრესკები რაც იყო, მთლიანად არის განადგურებული. ბაგრატ მესამის ფრესკა, რომელიც იქ არსებობდა, ახლა არის მთლიანად წაშლილი. ანუ ცდილობენ, რომ ყველანაირი ქართული კვალი წაშალონ ახლა იქით რუსების დახმარებით. ასევე ილორის მონასტერი, რომელიც იყო ძალიან, რა ვიცი, დიდი სიწმინდე, როგორც სამურზაყანოს მოსახლეობისათვის, ისე მთლიანად მთელი საქართველოსათვის, ახლა არის გადაღებილი, შეღებილი, შეთეთრებული და რომ შეხედოთ, გეგონებათ, რომ ეს არის რუსული სოფლის უსახური პატარა ეკლესია. აქამდე შემიძლია რომ მოვიდე, ამის იქით უკვე უფლებას აღარ მაძლევენ, ვინც მოძრაობს სიცოცხლედავ ხიდზე, ისინი რუსების კაცრი კონტროლის ქვეშ არიან. მე ახლა მინდა თქვენთან ერთად წავიდე და გავუყვე ამ ოკუპაციის ხაზს სამეგრელოში და თქვენთან ერთად ვნახო, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი.